მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო. ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ გადაცემათა ციკლს საქართველოს უახლესი ისტორია. ჩვენ მივყვებით ხუნტის ქმედებებს, ხუნტის ვამხელთ პიროვნებებს, კუჩისტებს, მათ დანაშაულებრივ ქმედებებს, მათ მფარველებს და ამავდროულად რომ რაც არის გამოქვეყნებული პრესაში მოძიებული მასალების მიხედვით შეძლებიც და გვარად ვახერხებთ რომ თქვენ მოგაწოდოთ ეს ყოველივე და გარდა ამისა ჩვენ გვაწვდით ასევე იმ ვიზუალურ მასალას ვიდეო ფირების სახით რომელიც იმ პერიოდში იქნა გადაღებული და ფიქსირებული და ეს არის საქართველოს უახლესი ისტორია, სადაც არაფერი არ არის გადაჭარბებული, მაგრამ უმძიმესი და ტრაგიკულია. ბევრი შემოდის ჩვენთან საიტზე და აცხადებს, რომ ეს არის ენით აღუწერელი, საშინელი, საწამებელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწყეს, რითიც დასაჯეს საქართველოს ღირსეული მამულიშვილები და მთელი მოსახლეობა საქართველოსი, რომლის დასტურიც გვაქვს დღეს, უკვე 20 წელია და მე ამასთან დაკავშირებით მინდა ერთ ფარისეულურ განცხადებას და ანტიკონსტიტუციურ განცხადებას გაუსვა ხაზი, რომელიც ქუჩაში მრავალი მოქალაქე ხვდება, ეს გახლავთ ის ტრანსპარანტები, რომელიც გამოფენილია ქუჩებში და კერძოდ ისინი ეს საოკუპაციო ადმინისტრაცია ულოცავს საქართველოს მოსახლეობას 26 მაისს, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მე კიდევ ერთხელ ვუმეორებ ამ ყალბის მქონელებს და ისტორიის გამყალბებლებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1918-21 წლებში, რომელიც დამხობილ იქნა, შემდეგ მოხდა საქართველოს ოკუპაცია, ანექსია, 70 წლის შემდეგ ჩვენ არ გვყავდა არავინ, არც ერთი ცოცხალი დეპუტატი, რომ დაუშვათ ბალტიისპირეთში რაც მოხდა და კერძოდ ლიტვასთან დაკავშირებით, რომ მათ ამერიკიდან ჩამოიყვანეს თავიანთი დეპუტატი და ამით ლეგიტიმაციის გადაცემა ძალიან ადვილად მოხდა. ზვიად გამსახურდიას დაჭირდა აქ დიდი გზის გავლა, ეს გზა გახლდათ გზა რეფერენდუმისა, რომლითაც მოხდა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის შემოწმება, იყვნენ თუ არა მოსურნე ისინი საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენისა 1918-21 წლის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, რის შემდგომაც საქართველოს მოსახლეობისგან მიღებული თითქმის 98.9% უკვე დასტური იყო იმისა, რომ ისინი ემხრობოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას და აი ამის შემდეგ 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოში დამოუკიდებლობის აქტის აღდგენა, საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაცხადდა 9 აპრილს. ამის შემდეგ მიმართვები გაიგზავნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არა მხოლოდ სახელმწიფოთა მეთაურების მიმართ, არამედ ასევე მთელი დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლების მიმართ, საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო უშუალოდ ჩართული ამაში და ასევე საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს საგარეო საქმეთა კომისია, რომელმაც შეასრულა ეს დიდი მოვალეობა და აქედან გამომდინარე დაიწყო უკვე საქართველოს როგორც კანონიერი ხელისუფლების ცნობა და მე თქვენ არაერთხელ გაჩვენეთ ეს ყოველივე და რატომ უნდა მიწევდეს, მე ამის გამეორება ვერ გავიგე, თუ ესენი უგნურები არიან და უმეცრები არიან, კი ვიცით, მაგრამ ბოროტები არიან ამომდროულად და უნდათ აგერ არის დოკუმენტი. ბოროტები არიან და სურთ მათ გააყალბონ საქართველოს ისტორია. საქართველოს ისტორიას ვერასოდეს ვერ გააყალბებთ. 26 მაისი იყო ჟორდანიას რამიშვილის დროს გამოცხადებული დამოუკიდებლობა, რომელიც შემდგომ უკვე იქნა ოკუპირებული, ანექსირებული და ისინი წავიდნენ ემიგრაციაში და დამთავრდა და შეწყდა ყველაფერი. ამით
და მათ არ გაუყენებიათ საკითხი და მათ წარმომადგენლებს ვინ დააყენებდა ამ საკითხს, ვინაიდან იქ უკვე დაიშალა ფაქტობრივად ყველაფერი და ახალი სტრუქტურების აწყობა იყო საჭირო. სწორედ ეს მოხდა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში. 28 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ კი რაც მოხდა თქვენ კარგად მოგეხსენებათ, გაიმარჯვა მრგვალმა მაგიდამ თავისუფალი საქართველოს ბლოკმა და ამას კი მოყვა ის, რომ შემდეგ დაიწყო მზადება საქართველოში. ეს გახლდათ უკვე 6 თვიანი პერიოდი სამზადისისა, რომელიც საფუძველს უყევდა საქართველოს დამოუკიდებლობას. აქედან გამომდინარე, განცხადებების გაკეთება და ტრანსპარენტების გაკვრა და აღლუმების მოწყობა 26 მაისს ეს იგი თითქოს ეს საოკუპაციო ადმინისტრაცია იმდენად მოკლე ხედვის არეალი აქვს, რომ აცხადებს, რომ თან პარალელურად ამისა გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლის თავს. 20 წლის წინ ზვიად გამსახურდიას 26 მაისს არ გამოუცხადებია. აი ამაშიც იყიდებით თქვენ და ამაშიც შანს თქვენი უმეცრება და თქვენი ბოროტი დამოკიდებულება პიროვნებისადმი. საქართველოსადმი რომ ხართ ბოროტად, პიროვნებები ხო თქვენთვის არ არსებობს. მაგრამ მე კიდევ ერთხელ მოგითითებთ ამისკენ და კიდევ ერთხელ გამხელთ, რომ თქვენი უსუსურობითა და თქვენი უგნურებით აი ესეთი განცხადება გაქვთ გაკეთებული, რომ გილოცავთ 26 მაისს გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლის თავს. ვინ გამოაცხადა 26-ში 20 წლის თავს? საერთოდ 26 მაისს ვინ გამოაცხადა? მითხარით თუ შეიძლება 1991 წლისები დამისახელეთ ერთი პიროვნების სახელი ან გვარი და მაშინ ბოდიშსაც მოგიხდით. სად დარბი ხართ, სად გამორბი ხართ? 9 მაისი, 9 აპრილი ესე გეზარებათ? ზვიად გამსახურდია გეზარებათ? ეხლა მე მკითხეთ, როგორ მიყვარხართ თქვენ? და საერთოდ ვის უყვარხართ თქვენ და რა სიყვარულზეა ლაპარაკი და ან რომელი საქართველო გიყვარდა, რომელი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძვით, როდესაც მთელი ტერიტორიები გადააბარეთ უცხო ტომს და მიეცით ყველაფერი იმათ, ვისაც არ ეკუთვნოდა, ვის ჩუქნიან, თქვენი საკუთარი სახლიდან გამოგეტანათ რამე და გეჩუქნათ, თუ ვინმესთვის რამის ჩუქება გინდოდათ. როგორც სახელმწიფოს ტერიტორიის გაჩუქება, გასხვისება შეიძლება და შემდეგ კიდევ ისტორიას უცვლით თქვენ რაღაც გეს და მიყავთ სადღაც იმაში თქვენი ჭკუით. ვინ ყავთ ერთი მრჩეველი მითხარით? თქვენი მრჩეველი არის აბსოლუტურად უგნური, თქვენი მრჩეველი არის უმეცარი და თქვენი მრჩეველი არის ამავდროულად ძალიან ბოროტებით სავსე და ბოროტებასა და ზის შორის არაფერი არ არის განსხვავება გარდა ერთისა, რომ ორივე დამნაშავეა და დამნაშავეს კი როგორც მიეძღვება, ეს ყველაფერი თქვენ გონიათ რომ ისე რჩება? სახელმწიფოს ისტორიის გამყალბებლებს ამისთვის სამოქალაქო კოდექსი და საერთაშორისო სამართალი არსებობს. თქვენ რა გონიათ და კონსტიტუცია არსებობს. თქვენ რა კონსტიტუციის გაყალბებისკენ მიდიხართ? აბა მაშინ რატო ჩაჯღაბნეთ, მაპატიეთ ამ გამოთვლისთვის, მაგრამ რატო ჩაჯღაბნეთ თქვენ ეგრეთ წოდებულ კონსტიტუციაში, რომ საქართველოში 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადა დამოუკიდებლობა. თუ 26 მაისს გამოცხადა, მაშინ 9 აპრილს როგორ გამოცხადა? მიპასუხეთ ამაზე, მაგრამ ხართ ძალიან ბოროტები. ხართ იცით რა, კასტმოძულეები და კასტმოძულებსა და ბოროტებას შორის არავითარი განსხვავება არ არის, ყველაფერი თქვენში არის თავმოყრილი, მაგრამ ერთადერთი რაც გაკლიათ, ეს არის გონება, აზროვნება და რომელიც გუპავთ თქვენ და აი ამ განცხადებით, აი ამ ტრანსპარენტებით თქვენ ნამდვილად დაღუპულები ხართ. ისე სასაცილოდაც ჟღერს და სამწუხაროც არის იმ მხრივ, რომ ვინ აცხადებს, ვინ მოგცა ამის უფლება, ან გამოცხადების უფლება, ან მილოცვის უფლება, ვინ მოგცათ? გაიქეცით იქ ვინც დაგაფინანსათ და იმას გამოუცხადეთ, იქ რომელისთვის დაგაფინანსათ და რა თანხებიც მოგცათ. აქ არის ჩვენ გვაქვს ჩანაწერები, ყველანაირი ჩანაწერები არსებობს. ტელევიზიით ხო მოიცა რამდენიც დაგაფინანსეს თქვენმა ხელმძღვანელებმა
ისინი ხომ ისე არაფერს არ ამბობენ თუ უშუალოდ არ იქნა გაცხადებული რომ ჩვენ ეს გადავიხადეთ ეს თანხა გადაგიხად ეს თანხა საქართველოს დაქცევისთვის საქართველოს დანგრევისთვის საქართველოს ტერიტორიების გასხვისებისთვის გიხდიდნენ თანხას აბა მოდით და ახლა იმათთან ერთად დააბრუნეთ როგორც გინდა და ისტორიას თქვენ ვერაფრით ვერ შეცვლით ძალიანაც რომ მოინდომოთ ვერსად ვერ გაიქცევით ვერც თქვენი ეგრეთ წოდებული მრჩევლები ეს მრჩევლები სხვათა შორის დღეს ამ დღეებში იყო თამარ მეფის ხსენების დღე იყო და მე მახსენდება სააკაშვილის ერთი განცხადება რომელიც პრესაში დაფიქსირდა და შემდეგ უკვე ერთ-ერთმა გაზეთმა გამოაქვეყნა და მიმართა სააკაშვილის დედას რომ ქალბატონო თქვენ მე ისტორიის მცოდნე ბრძანდებით და როგორც თქვენ შვილს ვერ ასწავლეთ რომ თამარ მეფე ეროვნებით ვინ იყო ქართველი იყო თუ ოსი იყო მე მგონი ყველა ძალიან კარგად გახსოვთ სააკაშვილის განცხადება რომ თამარ მეფე ოსი იყო ეროვნებით და ჩვენ ოსი ეროვნების ხალხი ისევე რომ ჩვენ ოსი ეროვნების ხალხი ძალიან გვიყვართ დიდ პატივს ვცემთ მაგრამ თქვენ უნდა ასეთ პატივი ქართველებს და არ უნდა შეუცვალოთ ეროვნება არც ქართველს და არც საკუთარი თავსაც უნდა ასეთ პატივი იმიტომ რომ ეროვნებას ვინც იცვლის იცით აქ უკვე სხვა ორი მნიშვნელობა აქვს ეს არის ერთი მხრივ დანაშაული თავისი იმ სახელმწიფოს წინაშე და იმ ერის წინაშე სადაც იგი იშვა და ფაქტობრივად ეს არის გმობა იმ სახელმწიფოსი და იმ ერისა რომლის შვილიც იგი არის და თუ სხვა ჩანაფიქრის გამო იცვლიან გვარს, იმიტომ რომ საქართველოში ეს დესანტები იქნეს გადმოსხმული ქართული გვარებით, რომლებიც ძალიან ეფექტურად ანგრევენ საქართველოს ეკონომიკას დაანგრიეს საერთოდ საქართველოს მთლიანად ანგრევთ ძალიან გეშლებათ გამოქვეყნებულია ის თქვენი გვარები და ნამდვილი გვარები და ნამდვილი სახელები და როდესაც მამა ერთი გვარის მატარებელი ყავთ და შვილი სხვა გვარს ატარებს გამაგებინეთ მამას რატო გაემიჯრეთ რა დაგიშავათ რომ ამ ქვეყნად მოგავლინათ უფლის ძალით და თამარ მეფესთან დაკავშირებით ეს ხო უდიდესი დანაშაულია და არავინ არ გამოეხმაურა ეს ისტორიკოსები ისედაც ენაჩავარდნილები არიან და ერთმას მაინც ამოეღო ხმა და ეთქვა უბრალოდ გაზეთის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გასცა პასუხი რომ დედამ შენ ისტორია ვერ გასწავლაო ისტორია რო ესწავლებინა მაშინ სხვა რამესაც ასწავლიდა მაგრამ სამწუხარო ის არის რომ არაფერი არ ასწავლა ასწავლა მომხვეჭელობა ასწავლა სახელმწიფოს ძარცვა ყადაყაჩაღება ასწავლა მექრთამეობა ასწავლა ყოველგვარი სიბინძურე ხალხისადმი ზიზღი ბოროტება და დღევანდელ საქართველოსაც ეტყობა ეს არის და სხვათა შორის იურიდიული ფაკულტეტი კი დაამთავრებინა დედამ და ბიძამ მაგრამ იურისპრუდენციაში იმდენად არაფრის მცოდნე არის რომ იგი ყველაფერზე წამსვლელია მას არ მიაჩნია კანონს ადამიანი იურისტი რომელიც კანონს არ მიიჩნევ და არ ღვევ თავად კანონს რომელი კანონიერებისაკენ მიუთითებ შენ მოქალაქეს რომელი კანონის ახსურლებას ხო რომელიც უკანონობაში ხარ თლიანად ისრამდე ჩაფლ თავამდე ჩაბლული უკანონობაში ხარ ნუ მე ვაგრძელებ ჩემს გადაცემათა ციკლს აქ მე შიგადაში ჩართვები თუ მექნება ეს არის სამართლიანი ჩართვები და არა რაღაც მოგონილი და მოჭორილი აგერ გაიარეთ და შეგვიძლია გადაგიღოთ კიდე ფოტოსურათები თუ ამაღამვე არ ჩამოხერთ მაგრამ მაინც გადაღებული და დაფიქსირებული გვაქვს ნუ ინერვიულებთ მოდით ახლა მოусმინოთ ერთ-ერთ პუტჩისტს ყველა პარტიის ლიდერისათვის ახლა რომ გაიძახიან თორფი არ ამიღიაო საკუთარი ხელით მოქვს იარაღი დარიგებული ხომ კარგი განცხადება ძალიან მომწონს იძულებული უნდა გახდეს ყველა რომ აი ამ განცხადებებით წარდგნენ ისინი ერის წინაშე ისტორიის წინაშე რაც მთავარია და შემდეგ ერი თავისთავად მათ შეფასებას მისცემს ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი
გვარდიის ბჭყალებში რასაკვირველია ექს-სარდალი ეს არიგებდნენ ხო იცით ახლა ამასაც მიცემული აქვს ესე ექს-სარდალი გენერალ-მაიორი ჯემალ ჭუმბურიძე 11 წლის წინათ ის გვარდიის მთავარ სამმართველოში მუშაობდა ეს გახლავთ გაზეთი გეორგია ჟურნალი გეორგია ნომერი 2 15 მაისი 2003 წელი ეს იგი 11 წლის წინ რო წავიდნენ გადავინაცვლოთ 92 წლიდან შესულა ჭუმბურიძე აი ამ სამხედრო სამსახურში და გამხდარა და ვინ მიანიჭა ეს გენერლის წოდება ვინ მიანიჭა ექს გენერალი და გენერალ-მაიორი და ექს-სარდალი და რაღაც ნუ ამას მე გაარკვევს ყოველი შემძლე ის გვარდიის მთავარ სამმართველოში მუშაობდა და მისი სატანკო ნაწილი გახლდათ ის შენაერთი რომელიც ერთ-ერთი პირველი შევიდა 1992 წელს 14 აგვისტოს სოხუმში რაღა გიჭირს ახლა შენ თავი ისახელი ახლა ჩვენ არ გადავდივართ აფხაზეთზე აი ეს არის ის დოკუმენტური მასალა რომელშიც თავადაც აღწერს თბილისში როგორ არიგებდა ამას წაგიკითხეთ იმის ლევან შარაშენიძის განცხადება რა გრომოვი პირდაპირ იყო და ბეპაევი პირდაპირ მუშაობდა იმაზე რომ იარაღი არ მოკლებოდათ ახლა ეს ვისაძლევდა რას ურიგებდა რა უფლება ჰქონდა ყოველივე აი ამის ჩადენისა რომელიც საქართველოს აი ამ კატასტროფამდე მიიყვანდა ეს უკვე სისხლის სამართლის პასუხისგების მომენტები არის აქ 12 აგვისტოს მივიღეთ ბრძანება რომ უნდა მომზადებულიყავით აფხაზეთში შესასვლელად არანაირი მძიმე ტექნიკა არ გაგვაჩნდა თუ არ ჩავთვლით 60 ბერდეემს მაგრამ ზუსტად იმ დღეებში რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით მაქვს კიდევ ის წერილი რომელსაც გრაჩოვის რეზოლუცია ადევს 32 ერთეული ტანკი გადმოგცა ახალ ქალაქის ბაზიდან ეს ბრძანება როდის გაიცა ანუ როდის წამოიყვანეთ ტანკები 13 აგვისტოს და 14-ში სამტრედიაში დავანაწილეთ ბატალიონებზე. წინასწარ ჰქონდათ მოლაპარაკება რუსებთან თუ რატომ დაემთხვა ტანკების გადმოცემა აფხაზეთში შესვლას. რუსეთს ისედაც უნდა გადმოეცა ჩვენთვის საბჭოთა კავშირის შეიარაღება, ჩვენი კუთვნილი ტექნიკა, მაგრამ რატომღაც მხოლოდ 32 ტანკით შემოიფარგლა, თუმცა იარაღი უფრო ადრე მოგვცა. მეტი რაღა უნდა მოეცა, მთელი საქართველო დაანგრიეთ და დააქციეთ და რაღა გინდოდათ კიდევ. დავაზუსტებ ბატონო ჯემალ, ესე იგი რუსებს რომ არ გადმოეცათ ეს ტანკები, ტექნიკა არ გაგაჩნდათ? აბა სად მიდიოდით? თითქმის არავითარი ტექნიკა არ გაგოჩნდა და გადმოცემის ეს ფაქტი ერთგვარ სტიმულად იქცა ეიფორიისათვის ტანკებზე დავსვით ტრაქტორისტები, რის შედეგადაც ზოგი ვაგონიდან გადმოგვივარდა და ზოგი ხიდიდან. შვენიერია. ტანკისტები სულ არ ყავდათ? საქართველოში იყვნენ ტანკისტები, მაგრამ როდესაც ეს უკვე გენერალ-მაიორი იქნება და რაზია ლაპარაკი უკვე რა ვიცი გვარდიის ექს-სარდალი იქნება ეხა იქ ტრაქტორისტს დასვავდნენ ტანკზე აბა ვის დასვავდნენ ეხა თვითონ ხარ დაждდებოდა აზიარი იყო ტანკი რას წარმოადგენდა ნანახი ეკრებოდა ეხლა კინოში მაინც ნახავდა ისე და შორო გვიშენდნენ რუსები იმას მაინც უყურებდა შორიდან როგორ გვიშენდნენ და გვანგრევდნენ მაგრამ ჩვენ ძლივს დავაკომპლექტეთ 32 ტანკის ეკიპაჟი ასე იყო თუ ისე 14 აგვისტოს დავიძარით სამტრედიიდან და საღამო ხანს აღმოჩნდით სოხუმში ამავე დროს მოგვივიდა ბრძანება არც ერთი ნაბიჯი წინ რა ბრძანება ჰქონდათ რა უნდა გაგეკეთებინათ აფხაზეთში ბრძანება ასეთი იყო არ უნდა გავჩერებულიყავით ქალაქში უნდა დაგვეცვა ხიდები გზები და საერთოდ უზრუნველყო ტვირთების უსაფრთხო მოძრაობა რუსეთიდან საქართველოში და სომხეთში არც ვაპირებდით ქალაქში გაჩერებას თავად შეგვაჩერეს სოხუმში ვინ შეგვაჩერათ აფხაზებმაც რუსებმაც რადგან სოხუმში საღამოს შევედით გზა აღარ გავაგრძელეთ მეორედისთვის გადავდით გადაადგილება მაგრამ მოგვივიდა ბრძანება რომ არც ერთი ნაბიჯი აღარ გადაგვედგა წინ ვისგან მოგივიდა ბრძანება ვისგან არ ვიცი მაღალი ეშელონებიდან შევარდნაძეს მაინც თავს იკავებს და არასახელებს ვისგან მოგივიდა და შევარდნაძე ეს ბრძანება სიტყვიერი იყო დიახ სიტყვიერი სოხუმში თუ იყვნენ მზად თქვენს მისაღებად გვარდიის ნაწილი ლიტერატურების სახში დაბანაკდა ნაწილი კომპოზიტორების ნაწილი აეროპორტში წავიდა ზოგი აგუძერაში სოხუმში ყავდა გვარდიის ერთი ბატალიონი რომლის მეთაური
მეორე ახალაია იყო. ის და სოხუმის ადგილობრივი ხელისუფლება დაგვეხმარა ხალხის განაწილებაში. ერთი სიტყვით ასე შევედით აფხაზეთში და უნდა გითხრათ, რომ ეს პროცესი კარგად მომზადებული არ იყო. იმ დროს მოგეხსენებათ გატაცებული ყავდათ რომან გვენცაძეს საქართველოს ნახევარი პოლიცია წამოყვა, ვითომ გვენცაძის გასან თავისუფლებად სოხუმში რომ ჩავედით, მე აფხაზეთში ეძებდით გვენცაძეს რა შეჭირდებოდა რუსეთის გადმოცემული 32 ტანკი რა გვენცაძეს ასე პატრონობდნენ რუსები, ეხლა რა ზღაპრებს ყვება ეს კაცი, ამასაც მივადევნოთ თვალყური ხო, კომენტარები ხო უნდა გავაკეთოთ ამის სიყალბეზე. გავიგეთ რომ უკვე გაუთავისუფლებიათ. ამიტომაც მე წამოსულიყავი უკან. ამიტომაც მედის ხალხი მთლიანად მოიხსნა და უკან დაბრუნდა. შევსის ერთ-ერთ მოტივად გვენცაძის განთავისუფლებას ასახელებენ. თქვენ ბრძანეთ მათი განთავისუფლების ბრძანება. სიმართლე რომ გითხრათ, გვენცაძე და კავსაძე არაფერ შუაში არ იყვნენ. არეულობა იყო აფხაზეთში. ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ ქართველებისადმი და იმაზეც იყო ლაპარაკი, რომ მათ აყრას აპირებდნენ. თქვენ შეგაჩერეს სოხუმში იმავე საღამოს. სწორი იყო ეს ბრძანება. როგორ იმოქმედა მან შემდგომ ომის მსვლელობაზე, რომ არ შევჩერებულიყავით სოხუმში ფრჩხილი გახსნილია. მართალია იქ იყო ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი, ეშერის ლაბორატორია, რომლისთვისაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვეხლო ხელი, ფრჩხილი დახურულია. ულაპარაკოთ, გავიდოდით ლესელიძემდე და სხვათა შორის უბრძოლველად, რადგან აფხაზებს არავითარი ძალა არ გააჩნდათ. სათაურის ტანკებისათვის საწვავი არ ქონდა. რამდენი კაცით შეხვედით სოხუმში? თითქმის მთელი გვარდია 3000-მდე ვიქნებოდით. 3000 კაცი მიდიოდით გვენცაძის სანახავად და კავსაძის სანახავად. სასაცილოა სატირალი რო არ იყოს. რა სულელური ისა აქვთ, რა აზროვნება ვერ გავიგე. თითქმის მთელი გვარდია 3000-მდე ვიქნებოდით. მაგალითად გია ყარყარაშვილმა სოხუმში 3 დღის შემდეგ ჩამოვიდა და კელასურში დაბანაკდა. თანდათანობით გვეწეოდენ დანარჩენები, იმიტომ რომ ტექნიკა გაფანტული იყო სამეგრელოს გზაზე. ზოგის გზაში გაიჭედა, ზოგს საწვავი გაუთავდა. სხვათა შორის გალის გამგებელმა მოგცა ერთი ცისტერნა დიზელის საწვავი. გასაგებია ჩვენთვის ვინც არის თქვენი გალის გამგებელი. არამზადა არაკაცი იყო. საწვავი არ ქონდა, არც საჭმელი. რამდენადაც რაც უნდათ საჭმელი მთელი ოჯახები დააყაჩაღეს და გაანადგურეს და საჭმელი კი არა ზროხებს და საქონელს 4 ფეხა თუ 2 ფეხა იყო ავტომატებს ესროდნენ იმდენი ჰქონდათ წვია წამალი და არც კადრულობდნენ რომ ის მიერთმიათ მე ჭალებში მიერთმენ ნაწილებს საველე სამზარეულოები არ მიხვებოდა ძალიან დაბალ დონეზე იყო საკვებით უზრუნველყოფა ბატალიონების შემდეგ თავად მოქონდათ თავიანთი სურსათი გამგებლებსაც ჩამოქონდათ იქ რუდიკა ცატავა ჩამოუტანდა იმას გალიდან და მთელი გალის ფრინველსა და საქონელს მათ მიართვედათ ოღონდ ხელი არ ეხლო არავის თავად ქონდათ თავიანთი სურსათი გამგებლებსაც ჩამოქონდათ მაგალითად გორის ბატალიონს გორის გამგებელი ამარაგებდა და ასე შემდეგ მე თანდათან მოგვარდა ეს საკითხი პირველი შეტაკება როდის მოგიხდათ იმავე დღეს 14-ში აგუძერასთან პირადად მე ვიყავი იქ საჩხერის ბატალიონი და საწყალი გია გულუა თავისი საწყალია მართლა რისთვისაც გააგორეთ ხო კარგად იცით თავისი ხალხით საათ ნახევარს გასტანა ბრძოლა გზაზე ვიყავით ჩაწოლილები ისინი კი ჩაის პლანტაციებიდან გვესროდნენ რამოდენიმე გვარდიელი დაგვეღობა სოხუმელი აფხაზები როგორ ხვდებოდნენ შეხვდნენ საერთოდ არ შეხვედრია აფხაზი გაიქცნენ როდესაც ძველ კინტრში მივედით კაციშვილის ჭაჭანება არ იყო მიეტოვებინათ ყველაფერი შესვლის მეორე კვირასვე დაიწყო მოლაპარაკებები აფხაზები და ქართველები ხვდებოდით ერთმანეთს სოხუმში საკმაოდ არასასიამოვნო შეხვედრები იყო ერთმანეთს ვადანაშაულებდით და კომპრომისების სახით დიდი შეცდომები დავუშვით ქართველებმა ძალიან ბევრ დათმობაზე წავედით ჩვენ და საზიანოთ დარწმუნებული ვარ სათაურია გახლავთ ეს დარწმუნებული ვარ ჩვენები გვბომბავდნენ ან ოჩამჩირედან ან სკურჩადან ესე იგი ვის ადანაშაულებს შევარდნაძე ანადგურებდა თვითონ ეგრეთ წოდებულ გვარდიას ეს ხომ შევარდნაძის შოული ბუნებიდან გამომდინარეობს ყველაზე ასე მოგიხდებათ იმიტომ რომ თუ შეიძლება აი ეს სურათი დააფიქსირეთ ესენი ბირჟავი კი ისინი არიან კაცები რომლებიც შემდეგ გენერლები გახდნენ დაირიგეს გენერლობა გვარებიც არის მინაწერი იქნებ გამოჩდეს გადიდებით თუ არა მე წავიკითხავ და მოგახსენებთ
მადლობთ. ესე იგი, წაგებული ომის გენერლები, ასე ქვია ამ ფოტოსურათს, შედიერია. მარცხნიდან ეს არის დგანან. ეს არის ნიკოლაიშვილი. ეს არის ნიკოლაიშვილი, ეს არის გურგენიძე, ეს არის გუჯარ ყურაშვილი, ეს ხედან ჭუმბურიძე, ეს დიდი შემოქმედი რომ არის თან წერამ რო აიტანა დუმბაძე და ეს კიდე გახლავთ თათარაშვილი. ხო, ყველაზე მნიშვნელოვანი შეტაკებები ოჩამჩირის სოხუმის მონაკვეთზე მიმდინარეობდა. კერძოდ, ოჩამჩირის სიახლოვეს განლაგებულ პიტომნიკთან, ლაბრაზე, ტამიშთან, ძველი კინტის გადასასვლელთან, ახალდაბაში და მდინარე კოდორის ხიდებზე. ყველაზე დიდი მსხვერპლი ტამიშთან ჰქონდა. ბევრჯერ გადავიდა ხელიდან ხელში ტამიში, თუმცა ყველაზე გულდასაწყვეტი მაინც ბოლო დღეები იყო, როდესაც ვერ შევძელით აფხაზებსა და რუსების ზღუდის გარღვევა და ვერ მივეშველეთ სოხუმს. 1993 წლის სექტემბერში ტანკები სარემონტო ქარხანაში დავაყენე რემონტზე. 1993 წლის ივლისის ხელშეკრულების თანახმად ვიმეტექნიკა მხარეებს უნდა გაეყვანათ კონფლიქტის ზონიდან, რასაც ფაქტობრივად მხოლოდ ქართული მხარის განიარაღება მოხდა და სოხუმი ავტომატების ანაბარად დარჩა. თქვენ არ გაიყვანეთ ტანკები? არც ერთი ტანკი არ გამიყვანია. სატანკო ქარხნის დირექტორი პოლკოვნიკი სლიმაკოვი იყო ფულს ვაძლევდი და რასაც ვეტყოდი ყველაფერს მიკეთებდა. 16 სექტემბერს ტანკები უკვე მზად ჰქონდა. დავტვირთეთ ეშელონებზე და წავედით სოხუმისაკენ, მაგრამ ოჩამჩირეს სოხუმის გზას უკვე აფხაზები აკონტროლებდნენ. ამიტომ ტექნიკა ოჩამჩირეში ჩამოდიოდნენ და ცაგერასთან დავბანაკდით. დაახლოებით 300 კაცამდე ვიყავით. სატანკო ბატალიონი, თეთრი არწივი, გორისა და ჩოლოყაშვილის ბატალიონები და ჰქონდა 18 ერთეული მძიმე ტექნიკა. სხვათა შორის თეთრ არწივს მაშინ დავით თევზაძე მეთაურობდა. გვარდიის დავით თევზაძე გორდას მეთაურობდა. ეგრეთ წოდებულ გორდას მეთაურობდა, მაგრამ როგორც ჩანს ყარყარაშვილი სადაც სხვაგან გადაბრძანდა და თავისი ეგრეთ წოდებული თეთრი არწივი გადააბარა დროებით დავით თევზაძეს. ეს ის დავით თევზაძეა, რომელიც შემდეგ გაამინისტრეს ამათ იმის გამო, რომ კარგი საქმეები ჩაიდინა ჭალებში, რასაკვირველია. გვარდიის სარდალი კი აკია ბარბაქაძე იყო. შეუდექით გეგმის დამუშავებას. თუ როგორ გაგვეთავისუფლებინა გზა, ეს გახლავთ 18 კილომეტრიანი მონაკვეთი ოჩამჩირე და მდინარე კოდორამდე, რათა სოხუმისაკენ გავსულიყავი. დიდი ბრძოლა მოგვიხდა ოჩამჩირის პიტომნიკთან, მაგრამ დავიკავეთ ის ტერიტორია. 3-4 მებრძოლი დაგვეღუპა, მხოლოდ ვითომ არაფერი არ არის ამათვისი ქათმებიც არ არიან. ამის შემდეგ იყო ტამიში 22 სექტემბერს მივედით ახალი კინტის გადასახვევამდე, გურჩებოდა ახალდაბა და კოდორი. აფხაზთა დიდი ძალა იყო ახალდაბასთან კონცენტრირებული და ამიტომ ყველაზე კარგად ის ადგილი იყო გამაგრებული. ზუსტად ამ დროს შემოგვიერთდა ლოთიქობალიას შენაერთი, არ ვიცი ვისი ბრძანებით, მაგრამ რატომღაც ეს შენაერთი სკურჩას ნახევარკუნძულზე გაამწესეს, სადაც კოდორი შავსვას ერთვის. სკურჩასთან 2 კილომეტრში ახალდაბა. გზის მარჯვენა მხარეს, ანუ ახალი კინტისა და სკურჩისაკენ აფხაზების ჭაჭანება არ ყოფილა. ყველა გზის მარჯვენა მხარეს იყო გამაგრებული. ქობალიას ხალხი კი მარცხნივ ჩააყენეს. ამის შემდეგ ჩვენი პოზიციისკენ გრადების წვიმა წამოვიდა. ნამდვილად ვიცი, რომ აფხაზებს ოჩამჩირის ფრონტის ხაზზე გრადები არ ჰქონდათ, გრადები ჰქონდა ჩვენ, თუმცა გრადის ერთი დანადგარი, ამიტომ ვერ გეტყვით ვინ გბომბავდა, ან ოჩამჩირიდან, ან სკურჩიდან, სხვა ვარიანტი არ არსებობს. ჩვენები გბომბავდნენ? დიახ. და ეს 100%-იანი ღალატი იყო. როგორ გეკადრებათ? შეტევაზე ვიყავით, როდესაც გია ყარყარაშვილი გადმოვიდა ჩვენსკენ ფეხით, რაცი დამიკავშირდა და მითხრეს, რომ გია ქობალიას დაეპატიმრებია და აქეთ არ უშვებდა. BMP გავგზავნე და გია გამოვაყვანინე. მართლა დაპატიმრებული იყო? არა, დაპატიმრებული არ ყოფილა, რაღაც გაუგებრობა მომხდარა. გითხარით, რომ შეტევაზე ვიყავით, გიამ მითხრა, შეტევა შევაჩეროთ, ხალხს გადავიყვან სოხუმშიო, დავთანხმდი მივეცი 150-დან 200 კაცამდე და 4 ერთეული მძიმე ტექნიკა, ქვემეხები და 2 კამაზი წვიაძამალი. გესვით რა ამბავია. ხალხი კი გადავიდა კოდორზე, მაგრამ ტექნიკა არ გადაიყვანეს და ააფეთქეს. ტარე ლაბუაშვილია ამის თვითმხილველი მითხრა, ბიჭებს ჯაჭვი ჰქონდათ გაკეთებული და ისე გადავდიოდითო, მაგრამ კოდორმა რამდენიმე მაინც გაიტაცაო. სათაური გახლავთ, საწყალი და თუაშვილი დავესკათ შეაკლეს ყარყარაშვილს.
ერთი სიტყვით არაფერი არ მისცა ამან სოხუმს, ჯობდა შეტევა გაგვეგრძელებინა, იქნებ გზის იმ მონაკვეთით მაინც გაგვერღვია, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ჩვენს უკან ოჩამჩირეში 24 ბრიგადა იდგა, რომელსაც 4000 კაცი ყავდა. ვინ იყო მათი მეთაური? თოხაძე. 4000 კაცი ყავდა და 30 ერთეული მძიმე ტექნიკა ჰქონდათ. ერთი კაცითაც კი არ შემოგვიშველნენ. მაშინ, როდესაც ხალხი აღარ დაგვრჩა, 100 კაცი ვიყავი დარჩენილი, მაგრამ არავინ გამოგვიგზავნის. მერე თბილისიდან ჩამოიყვანეს მოხალისეები, 50 კაცი იპოდრომზე შევკრიბეთ, მაგრამ პირველივე გასვლისთანავე დაყარეს ავტომატები და გაიქცნენ. ყანებში ვაგროვებდი იმათ დაყილ იარაღს. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ადგილი, სადაც მხოლოდ 100 კაცი იყავი და არავინ არ გეხმარებოდათ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან გზა უნდა გაგვეხსნა, რათა მივშველებოდით სოხუმს, მაგრამ ვერ შევძელით ამის გაკეთება, არა და 4000 კაცი იდგათ ჩვენს უკან და ხელს არ ანძრევდა. თავიანთ სახლებს იცავდნენ, ეს იყო და ეს. როგორ ფიქრობთ? რატომ ბომბავდა თქვენს პოზიციებს? ვინ ბომბავდა და თუ ეს მართლაც ასე იყო, ან თოხაძე რატომ არ გეხმარებოდათ? 25-26 სექტემბერს დაიწყეს ოჩამჩირისაგან გადმოსვლა, მოსახლეობამ კი არა სამხედროებამ ერთიც კი არ გაჩერდა ჩვენთან, ყველა თბილისისაგან გამორბოდა, მათ შორის ბევრი იყო გენერალი, რომელსაც იარაღი აართვეს, ამისათვის იდგა სწორედ ხალხი. მისი ბრძანებით ჩააყენეს თქვენ ზურგში ის ნაწილი, ამის გარკვევა მინდა სწორედ დავიჭირეთ გროზნოსა და ზუგდიდის ლაპარაკი. გროზნიდან ეუბნებოდნენ, მაგრამ თქვენი შეტყუება უნდა, თუ იქ არაფერი არ ხდება და ის განავხორციელეთ, რაც ჩვენ გვაქვს გეგმაში კი ის ჰქონდათ, რომ ჩვენ დავმარცხებულიყავით და ისინი მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. ახლა ამაში მართალი რო არ ახარ გეტყობა. გურამ ლაკიამ ქობალია შტაბის უფროსმა მითხრა, რომ თქვენ სამხედროებს გქონდათ მოლაპარაკება, რომ უნდა გაერთიანებულიყავით და აფხაზეთის დაბრუნების შემდეგ იმ პოლიტიკური ძალებისთვის დაგეჭირათ მხარი, ვინც არჩევნებში გაიმარჯვებდაო. ჩვენ ერთად არ გვიბრძოლია. ისინი ცალკე დადგენ და ჩვენ ხალხს ესწოდნენ. ჩემი დაცვის 5 ბიჭი ჩამიხოცა ქობალიამ. ბატონო ჯემალ, ცხადია, რომ ქობალიას კურჩასთან თავისი ინიციატივით არ დადგებოდა, თუნდაც ზვიად გამსახურდიასაც რომ მიეცა მისთვის ასეთი ბრძანება. იმაზე ხომ არ იყო ეს ქმედება გათვლილი, რომ თქვენ ერთმანეთი ისევ ამოგეხოცათ, როგორც ესა თბილისში 1991-12 წლებში მოხდა თბილისში. მე მგონი მე თქვენ წაგიკითხეთ ის დოკუმენტი, რითაც ვალერია ნადვაძე რომ მიმართავს, რომ ეს ბალტინის შემოყვანა ჩვენ ორმხრივად მუნგებიან პოზიციაში გვაყენებსო. ვინაიდან ჩვენ შევიტყვევთ ზვიად გამსახურდიას მომხრეებს აფხაზეთისკენ, აფხაზებსაც დავხოცავთ და ორ კურდღელს ერთდროულად მოკლავთ. მე მგონი გახსოვთ არა ეს ედუარდ ბალტინთან დაკავშირებით 2 მილიარდი ფული რო შეიგროვა, მე იქ წაგიკითხეთ ყველაფერი ეს დოკუმენტური მასალა. და სწორედ აი ამაზე იყო გათვლილი შეტყუება და აქ არის კარგად გაშიფრული, რომ შეტყუება უნდათ ჩვენი მომხრეებისა, საქართველოს მომხრეებისა და ტერიტორიული მთლიანობის დამცველებისა. მათ უნდათ განადგურება იმ ხალხის, რომლებიც თავგადაკლული იცავდნენ საქართველოს ტერიტორიის ერთგვარ მიწასაც კი არავის არ აბარებდნენ. ამათ კი სხვა დავალება ჰქონდათ და თვითონაც კარგად აღიარებს ამ დანაშაულს. ხომ გახსოვთ, მაშინ იყო გაერთიანების მოწოდებები, რომ ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი აფხაზეთი და ასე შემდეგ. ზოგიერთი ჩვენი გენერალი ზუგდიდში წვრთნიდა ქობალიას ხალხს, მათ შორის საწყალი პაატა დათოაშვილიც. დათოაშვილის მკვლელობაში ამანაც ხომ არ შეასრულა რაღაცა როლი. საწყალი დათოაშვილი როგორც დავესკას, ისე შეაკრეს ყარყარაშვილს. დათოაშვილს ისიც ეყოფოდა, რაც სიბინძურე აქ შადენილი მას, მაგრამ დათოაშვილი სადაც იქამდე მიანდო ზვიად გამსახურდიამ, რომ მას უნდა წვრთნა ის ეროვნული გვარდიის ის ნაწილი, რომელიც ზუგდიდში იმყოფებოდა, აქ აბსოლუტურად გამორიცხულია, ესე იგი 1% კი არა, რაღაც პროცენტის მილიონედი ნაწილიც კი, რომ ესენი ურთიერთ დასაპირისპირებლად კი არ იყვნენ, ესენი იყვნენ იმისათვის, რომ აფხაზეთი უნდა ეხსნათ, მაგრამ აფხაზეთი დიდი ხნის გაყიდული ჰქონდა შევარდნაძეს. ხომ წაგიკითხეთ, მე ამიტომ წინსწრები დოკუმენტი წაგიკითხეთ იმისათვის, რომ შევარდნაძეს ეუბნება იოსელიანი და შევარდნაძე რომ ერთობლივად ხდება ერთცინი ხო ეუბნება, რომ პისუნდუ და ძიძე
ის უნდა ხო მოგცემთო და მიცემული ქონდა და აბა რა უნდა ეთქვა ეხლა ესენიც კი გაუშვა სასაკლაოზე მაგრამ ესენი ღირსი იყვნენ იმიტომ რომ ამათ თეთრი და შავი ვერ გაარჩიეს და როდესაც ფერებს ვერ არჩევს თეთრ და შავს მით უმეტეს ვერ არჩევ შენ და გახვიდე და იმუშაო იქ სადაც შენი ადგილია და არა ბირჟიდან მოხვიდე და გახდე გენერალ მაიორი თუ ლეიტენანტი თუ სამგზის რაღაცა გორგასლის ორდენოსანი არ გვინდოდა ზვიადის ჩამოგდება მაგრამ გვაიძულეს ეს გახლავთ სათაური ომის წარმოების საერთო გეგმა თუ არსებობდა არანაირი გეგმა არ არსებობდა ანუ ყველა ისე იბრძოდა როგორც საჭიროდ მიიჩნევდა ხომ იცით როგორია ქართველი კაცის ბუნება სულ მემეს გაიძახის ჩვენო არავინ არ ამბობს საერთოდ არაფერი არ გვინდოდა და ამან დაგვაკარგინა აფხაზეთი კურთხლებივით გამოვიქეცით იქედან წინასწარ მაინც თუ იცოდით რომ ომში მოგიწევდათ მონაწილეობის მიღება საომარი განწყობა არ ქონია ვიცოდით რომ კონფლიქტი იქნებოდა მაგრამ ომი წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა ხიდები უნდა დაგვეცა ჩავაყენებდით ხალხს და უკან წამოვიდოდით ამიტომ ყველანი ხომ არ წავსულვართ მხოლოდ 3000 კაცი ვიყავით იმ 3000-დან ბრძოლა რამდენმა იცოდა მაშინ გვარდია მოხალისეებისგან ნარკომანებისგან ბატონო უპრესორად მოხალისეებისგან შედგებოდა ახალწეულები სახლში გაუშვით და უფრო გამოცდილი ხალხი წავიყვანით გამოცდილებაში რას გულისხმობთ თავის მოვლა რომ შეეძლო და არ მოაკვლევინებდა სხვას თავს როგორ უნდა მოაკვლევინა როდესაც ბრძოლა არის ისეთი ადგილიდან მის მოხდება ტყია რომ აზრზე ვერ მოვა ეხლა რა თავის მოვლა როგორ შეიძლება რა დაბანა და საჭურის მომზადება მეომარი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველანაირად მაგრამ საამისოდ არ იყო გათვლილი ეს რამოდენიმე დღეში უნდა დამთავრებული იყო და ასეც გააკეთეს ხო ყველაფერი გამოცდილებაში რას გულისხმობთ ეს თავის მოვლა შეეძლო და არ მოაკვლევინებდა სხვას თავს თორემ ომი 200 წელი თვალითაც არ გვენახა როდესაც პოლიტიკოსები მოლაპარაკებებზე მიდიოდნენ თუ კითხებოდნენ აზრს შენ თოფი უნდა გჭერო და ხელში თუ ვინმე მოვიდოდა მესროლა ოღონდ ის იყო წინ არ მიშვებდნენ მახსოვს რომ 1992 წლის დეკემბერში მაშინდელმა სახელმწიფო მეთაურმა თქვა ასეთი რამ ტყვია-წამალი გვითავდება და დროებით საომარი მოქმედებები უნდა შევწყვიტოთ ტყვია-წამალის მეტი რა იყო 200 ეშელონი ტყვია-წამალი ქონდა ნაწილი ახლაც მაქვს მორჩენილი გვარდიის სამმართველოს საწყობში ტყვია-წამალზე კი არ იყო საქმე არამედ იმაზე რომ არ გქონდა გრადის და მინამეტის სნარიადები აი ღალატი თუ არ იყო ოჩამჩირე შეუთვალე რომ ხალხს თუ არ მაძლევთ ტანკის სნარიადები მაინც გამომიგზავნეთ მეტი გამომიგზავნეს და დააღო ტანკის ლულამპირი გაიფურჩქნა ყვავილივით თურმე ტანკის კი არა ეს 18 სნარიადები ბჭყალებში სნარიადები გამოუგზავნიათ ზომა ერთნაირი აქვს მაგრამ ამაში დენთი მეტია და დაგვიხეთქა ტანკების ლულები ღალატია აბა არ არის ღალატი არა ჩემი აზრი კი არა ასე უწერია და ვისაც ყოფდა ეს ღალატი ვინც ფიქრობდა რომ ჩვენი დამარცხებით ხელისუფლებაში მოვიდოდა ვინ მოვიდოდა ვინც მოვიდა ხო კარგა მოიტანეთ ხო კარგად იცით იმას არავინ ფიქრობდა რომ თქვენ დამარცხებით ხელისუფლებაში დარჩებოდა თქვენ ვინც გამარაგებოდათ ამ იმებით რომ ყვავილებივით იფურჩქნებოდა რა თქვენი ტანკის ლულები აი იმაში ის იყო მოღალატე და რატო დაისვით იქ მოღალატე ამითხარით არ გენანებოდათ მაინც ამდენი მასალა მიგეცათ ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებისთვის და ისინი კიდეც აიღებდნენ და კიდეც დაიცავდნენ აფხაზეთსაც და არც აფხაზეთს არ დავკარგავდით მაგრამ შევარდნაძე ამიზნით ჩამოიყვანეთ და ეხლა უარყოფთ ამას იმას არავინ ფიქრობდა რომ თქვენი დამარცხებით ხელისუფლებაში დარჩებოდა მაგას ნაკლებად რადგან ხუნტას არავინ დატოვებდა ხელისუფლებაში ხომ დარჩენ მაგრამ ზვიადისტები არ დარჩენ ხელისუფლებაში ეს პასუხობს გენიოსი თქვენი აზრით რა სჯობდა ზვიადისტები დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში და აფხაზეთთა სამშობლო ჩვენი ყოფილიყო თუ ხუნტა ან როგორც გნებავთ ისე უწოდოთ უაფხაზეთოთ და სამშობლოს გარეშე დავრჩენილიყავით ყველანი ცოტა პროვოკაციული შეკითხვაა მაგრამ მაინც გეტყვით მივქარეთ
ზვიადის წინააღმდეგ იარაღი მაპატიეთ ამ სიტყვაზე მე არ ვამბობ ეს ამის სიტყვაზე ზვიადის წინააღმდეგ იარაღი რომ ავიღეთ ხელში ნაღდად გეუბნებით ამის ბრალი ყველაფერი არ გინდოდა ზვიადის ჩამოგდება მაგრამ გვაიძულეს ისეთი ამბავი იყო თბილისის ზღვაზე ახლა რომ გაყვირიან პოლიტიკოსები იარაღი არ ამიღია ხელშიო ყველა პარტიის ხელმძღვანელისთვის სათითაოდ მაქვს იარაღი მიცემული გენერალიც კი არ არის ისეთი რომელიც ამბობს რომ თბილისის ომის დროს თოფი არ მჭერიაო ახლა სპეკულანტობენ ამ თემით ზოგი გენერალი აფხაზეთში არც ყოფილა და გორგასლის სამივე ორდენის კავალერია დიდი ღალატი იყო აფხაზეთში და ჩვენ დიდი უნიათობაც გამოვიჩინეთ კურდღლები ვართ ქართველები თქვენ კი იყავით კურდღლები და არაკაცებით რუსების იმედზე მოდიოდით და რას ერჩოდით ეხლა ამბობ რომ ზიად გამსახურდიასთვის არ უნდა გესროლათ ბიჭები იქ ხოცებოდნენ სათაური გახლათ ასეთი ბიჭები იქ ხოცებოდნენ აქ კი მაყუთს აკეთებდნენ მაყუთი ბჭყალებშია სოხუმი როგორ უნდა დაცემულიყო არ მესმის ქალაქი რომ დაეცეს თუ კი 1000 კაცია 30000-მა უნდა შემოუტიოს თითო კორპუსში 5 კაციც რო ყოფილიყო გამაგრებული ქუჩაში ერთი მოწინააღმდეგეც კი ვერ შემოყოფდა ცხვირს ამით იმის თქმა მინდა რომ ქალაქის დაცემა პანიკამ გამოიწვია უფრო ზუსტად კი ამას პანიკაც არ ქია უბრალოდ კურდღლებივით გამოვიქეცით დამარცხებაში ყველაზე დიდი როლი მაინც პირველ სექტემბერს სწავლის დაწყებამ გამოიწვია, როდესაც მებრძოლს იქვე ჰყავს ოჯახი, ის ომზე აღარ ფიქრობს, არამედ საკუთარი ოჯახის გადარჩენაზე, ამიტომაც პანიკა რომ ატყდა, ყველა თავისი სახლისკენ გაიქცა, რა გააჩერებდა წინა ხაზზე, როგორც გითხარით, ფეხით დადიოდნენ გენერლები კოდორზე, თხოვდით დარჩენილიყვნენ, რომ ის ადგილი მაინც გავემაგრებინა, მაგრამ ყურიც არ მათხოვეს. ყანებში უამრავი იარაღი იყო დაყრილი, ჩვენებისაც და აფხაზებისაც მოვაგროვე და ზურა ნაირაშვილს დაურეკე, რომ ვერტმფრენი გამოეგზავნა და ის იარაღი მაინც წამოგვეღო, მოფრინდა ვერტმფრენი, ჩავტვირთვე იარაღი, დაცვაც დაუყენე, შეძვნენ გენერლები, ჩემი ბიჭები გამოყარეს და გამოყნენ ვერტმფრენს. ეს ხომ არის აი პირდაპირ სატრაგედია, მაგრამ ჩვენს თავს ხდება ხალხო ეს ამბავი. ის გენერლები, ესაც მოქმედი გენერლები არიან, ზოგი კი და ზოგი არა. ბევრი ორდენი აქვთ ძალიან, მით უმეტეს რომ მე სამხედრო განათლება არა მაქვს, გესვით ეს და გახდა გენერალ-მაიორი. სამწუხაროა. ვთხოვდი, დარჩით, იქვე დალოცვილებო მეთი, ყურაშვილიც იქ მყავდა. მე გადავარჩინე მოკვლას უპირებდნენ ძალიან ბევრი ცუდი რამ აქვს ჩადენილი ყურაშვილს ვეუბნებოდი შენ ჯარს მიხედე დანარჩენში მე დაგეხმარები მეთი მაგან განალაგა სწორედ სკურჩაში ღია ადგილას ტექნიკა და დაგვაყარეს კიდევ საფხაზებმა გრადები ყველა გაიქცა თვითონ მართალია იგი დარჩა და დანარჩენებს უყვიროდა შიშრები ხართო მაგრამ როგორ შეიძლებოდა გაშლილ ადგილზე ტანკის განლაგება ვერ წარმომიდგენია რამდენადაც ჩემთვის ცნობილია აფხაზეთის ომის დროს იყო ისეთი კურიოზები როდესაც შეტევა შუადღეს იწყებოდა რაც სამხედრო თვალსაზრისით გაუმართლებელია რატომ აკეთებდით ამას როცა საჭიროდ მივიჩნევდით მაშინ ვიწყებდით შეტევას ღამითაც შეგვიტევია და დღისითაც ეს იმ კონკრეტულ შემთხვევაში შექმნილ ვითარებაზე იყო დამოკიდებული თორემ არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა როდის დავიწყებდით შეტევას უკუნეთ ღამეში საომარი მოქმედებების დაწყება ისედაც წამგებიანი იქნებოდა თანაც როდესაც თავდამსხმელი თავის თავზე გაზისა და იქით გაზის და იქიდან გესვრის რა იყო დამარცხების მიზეზი თქვენი აზრით მხოლოდ ის რომ კურდღლები ხართ დღესაც ჩანს რა იყო აბა გახედეთ რა სასახლებია წამოჭიმულები სად იყო ეს ხალხი მაშინ იბრძოდა რა თქმა უნდა არა მაყუთს აკეთებდა და ფეხებს ეკიდა ვინკვდებოდა აფხაზეთში ოდესმე გაირკვევა რა მოხდა აფხაზეთში სინამდვილეში ჩემთვის ყველაფერი გარკვეულია ანუ ვიღაცებმა თავიანთი ბიზნესისთვის რომ გამოგიყენეს დიდი თამაში იყო შეიძლება დიდი პოლიტიკაც იყო არ ვიცი და მრავალი წერტილი ბიჭები სულ ცეკვაცეკვით მიდიოდნენ შეტევაზე მე და ყურაშვილი კაშევკაში ვსხედვართ საშტაბო მანქანაა საიდანაც ხელმძღვანელობს სამხედრო ოპერაციას რაციებით უკავშირდები ნაწილებს და ადრე მითითებს 25-26 სექტემბერი იყო არც საჭმელი გვაქვს არც საცმელი არა და გვერდით ქართული სოფელია და ერთი პომიდორიც კი არ მოუტანია არავის ხათა შორის მხოლოდ ერთმა რუსის ქალმა მოგვიტანა ერთი ვედრო პომიდორი დათო თევზაძის ერთ-ერთმა ბიჭმა ქათამი მოკლა
დაშიოდა და ქართველებმა სოფლის კრება მოიწვიეს. ნახეთ ასაკეთებენო, საქონელს გვიხოცავენო. ერთი სიტყვით მოდით ახლა თქვენ კადრებს უყურეთ. საქონელი კი არა, სახლები გაუძარცვეთ და არავინ არ დაუტოვეთ, არც ცოცხალი, არც მკვდარი. რომელ საქონელზეა ლაპარაკი და რომელ ფრინველზეა. შედით საიტზე და ნახეთ. ხომ იცით ჩვენი საიტები, რომელიც არის, ალბათ უყურებთ იქ და თავს იკლავთ, ახლა თავში ხელს იცემთ, მაგრამ უკვე გვიან არის. დახოცეთ რომელია, პირდაპირ თვალწინ არის ის ყველაფერი კადრები. სამწუხაროა, მარტო ქათამი რომ მოგეკლათ და ადამიანები არ დაგეხოცათ და ტერიტორიები არ გაგესუსებინათ, უკეთესი იქნებოდა. ერთ-ერთმა ბიჭმა ქათამი კრება მოიწვიეს, ნახეთ ასაკეთებენო, საქონელს გვიხოცავენო, ერთი სიტყვით სხედავთ ამ კაშევკაში გამწარებულები ვერ უკავშირდებით ჩვენებს, აფხაზები გვახშობენ ოპერაციის დაწყების წინ 5 სიხშირეს ვიბებდით, ერთით თუ ვერ დაუკავშირდებოდით, მეორეზე გადავდიოდით და ასე შემდეგ. ყოველ 15 წუთში ერთხელ გვახშობდნენ აფხაზები. რატომ ხდებოდა ეს არ ვიცი. ალბათ ჩვენგან აწვდიდნენ მათ ინფორმაციას. პოლემიკა მაქვს გაჩაღებული აფხაზებთან. მე აქედან მაგინებ, ის იქიდან მაგინებ. დედას თან სიგარეტი მინდა ვკვდები, საიდანღაც მომიტანეს ბიჭებმა ერთი კოლოფი, მიშკა უძელაშვილმა და პავლე გიორგობიანმა ძალიან ცოცხალი ბიჭები იყვნენ, სხვათა შორის მაგათ გამოქონდათ ვაზიანისა და ახალციხის ბაზები და ნიარაღი. რა კარგად ჩაუშვა. მართალია, ნარიადები გქონდა ბჭყალებში ნარიადები, მაგრამ ესენი იპარავდნენ და ვიდრე გვეკუთვნოდა იმაზე მეტი მოქონდათ. მოკლედ შეტევაზე ვარ და ყურაშვილმა 10 ბიჭი გზაზე გაუშვა. ტანკებს რომ მიხმარებოდნენ, ერთი ბოთლი არაყი ჰქონდა. დავლიეთ ცოტას უფრო მოვალთ დუხზეო, გთხოვეს ან რა დალევა იყო 10 კაცმა გაინაწილა ერთი ბოთლი არაყი, სულ ცეკვაცეკვი წავიდნენ შეტევაზე დაჩებამდე მიაღწიეს, მაგრამ იქ ჩახოცეს. ვინ არ ვიცი, შესაძლოა ისევ ჩვენებმა, აი ისინი იყვნენ გმირები, თუმცა ზოგი მართლაც გმირი იყო, ზოგიც კი ჩირგვებში იჯდა. იყო ისეთი შემთხვევებიც. შემთხვევებიც დიახ. უშებ ამა თუ იმ პოზიციებზე ხალხს. შემდეგ ვერაფრით ვერ უკავშირდები, რაც იდგონია, რომ ნახდა დაიღუპენ. გადის რამოდენიმე და ბრუნდებიან. ვეკითხები, რატომ არ პასუხობდით მეთქი, რაც ის ელემენტები დაგვიჯდაო. სხვათა შორის იმ ნაწილში, სადაც ხშირად ბჭყალებში უჯდებოდათ ელემენტები, ერთი კაციც კი არ ეჭრებოდათ. ყველა სახსალამათი რჩებოდა. სად იყვნენ ისინი? ალბათ ბუჩქებში ისვენებდნენ და თავისიანები ფლანგებზე მიტოვებული ჰყავდათ. სოხუმი 27 სექტემბერს დაეცა, მაგრამ ოჩამჩირეში ხომ ისევ ჩვენები იყვნენ. უყურებდით 27-ში როგორ უშებდნენ აფხაზები სოხუმის თავზე გამარჯვების ზალპებს, ლუსტრებით იყო გაჩირაღნებულიცა. 29 სექტემბერს ოჩამჩირეში აღარავინ აღარ იყო. საწავიდა 24 ბრიგადის 4000 კაცი. არ ვიცი, გვინდოდა ღალიცგაზე გამაგრება, თურმე აფხაზები იქ არც აპირებდნენ შემოსვლას. დიახ, ეს რაღაც საშინელ ზღაპარს გავს, გალში აფხაზები თუ ვინც არ აპირებდნენ შესვლას, უბრალოდ რადგან ტერიტორია ცარიელი იყო, იმიტომ დაიკავეს. ღალიცგასთან გავათიეთ ღამე, პროფსასწავლებლის შენობაში, დილით რომ გადავთვალეთ, ვნახე რომ მხოლოდ 60 ნიღა ვიყავით, 8 ტანკი გვყავდა, 4 BMP, საოცარი სანახავი იყო ის გზა ოჩამჩირიდან ზუგდიდისაკენ, გაძეძგილი იყო მანქანებით, ტაჭკებით, რა უნდა გვექნა 2 დღე აფხაზები არ გამოჩენილან, გალის გამგებლის კაბინეტიდან დაურეკეთ შევარდნაძის, მე და გურამ ნიკოლაიშვილმა, სხვათა შორის გალის გამგებელი გვეუბნებოდა, დროზე წადით, აქედან აფხაზები ჩვენ არაფერს დაგვიშავებენო. შევარდნაძე უკვე თბილისში იყო, იმაზე უთანხმდებოდით, როგორ წამოგვეყანა ტექნიკა. ზუგდიდზე გავლით, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით, რადგან ან შეტაკება უნდა მომხდარიყო ჩვენსა და ქობალიას შორის, ან ტექნიკა მათთვის უნდა დამეტოვებინა. გაცავთ. ხო, უთხარით რომ ქართველს არ ვესროდი და ტექნიკას სვანეთით გადმოვიყვანე, თუმცა იმაზე იყო ლაპარაკი, რომ გემი მოვიდოდა და ტექნიკას გადავატანინებდით ზღვის. რუსების გემით? დიახ, იყო ასეთი მოლაპარაკება და ამაში ბუნებრივია, რუსები ფულს ითხოვდნენ. გაუშვი ჩემი ხალხი იმ ადგილის დასაზვერად, სადაც გემი უნდა მოსულიყო, ისეთი ადგილი იყო, რომ აუცილებლად ჩაგხოცავდნენ. ამიტომ მოვატრიალე ის ტანკები და უშგულით გადმოვედი. გზაზე 2 ბიჭი დამეყუპა. ხიდი ჩაინგრა და ტანკი ენგურში გადამეჩეხა. იქიდან ქუთაისში ჩავედი და პირდაპირ სამოქალაქო ომში გვიკრეს თავი. ისევ ზუგდიდისაკენ, ოღონდ ახლა მეორე მხრიდან. გესმით თქვენ?
აი ეს უნდა მოისმინოთ და შემდეგ უნდა ილაპარაკოს ყველა მე ეს არის უკვე ოფიციალური დოკუმენტი რომელიც არის ბრალდება არ არის აქ უკვე დასჯადი არის ეს ყველაფერი სათითაოდ ბალტინის შემოსვლა იმით იყო სათაური ბალტინის შემოსვლა იმით იყო კარგი რომ უფრო ნაკლებად ვხოცეთ ერთმანეთი ანუ ისევ მოგიწიათ ქართველებისათვის სროლა ხო იქაც მოგვიწია მაგრამ ძალიან განაგლდნენ ქუთაისამდე იყვნენ მისულები ეხლა ამაში ვისაც გულისხმობს ძალიან კარგად ვიცი ცოტა საკამათოა განაგლების თემა ბატონო ჯემალ და ამის გარკვევა ახლა არღის იმ დროს ფოთში ბალტინის ჯარი შემოვიდა ისტორიულად კი ასეთი რამაა ცნობილი რაც უნდა კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდეს ადამიანს როდესაც იგი საკუთარ მიწაზე უცხო ქვეყნის ჯარს მოჰყვება მას მოღალატის იარაღს აკერებენ გიორგი სააკაძის მაგალითია ამის ნათელი დადასტურება სწორი იყო ბალტინის ჯარის შემოყვანა რა თქმა უნდა ეს ნაბიჯი არ არის გამართლებული მაგრამ ერთი დადებითი მხარე მაინც ჰქონდა რუსები რომ არ შემოსულიყვნენ კიდევ ბლომად ჩავხოცავდით ერთმანეთს თუმცა ბალტინის ჯარი დიდი ბალტინის ჯარის დიდი თქვენთვის არაფერი არ გაუფუჭებია რასაკვირველია რამოდენიმე რუსული ტანკი იდგა და სხვათა შორის ჩვენებს იჭერდნენ იარაღს ართმევდნენ და უმტვრევდნენ ბატონ ჯემალ ჩვენ დღეს მსჯელობთ იმაზე შეძლებენ თუ არა თანაცხოვრებას ქართველები და აფხაზები, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც შეძლებენ თუ არა თანაცხოვრებას ის ადამიანები, რომლებიც ბარიკადების სხვადასხვა მხარეს იდექი და ერთმანეთს ესროდის. მე პირადად ლოთი ქობალიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა თავიდანვე, როდესაც ერთად ვიყავით გვარდიაში. იმ დროს იყო რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც გაგვატარეს ზუგდიდზე. პირადად ჩავედი ზუგდიდში და ვთხოვე ქობალიას, რომ გავეტარებინე და სხვათა შორის ერთხელ მანქანით ჩავედი სამტრედიაში, ჩამეტა მედალური იარაღი, იქ დავტოვე და ზუგდიდისაკენ წავედი ჩემი მანქანით, მაგრამ ზღოლ გზა აერია და ელიავას მიმაყენა. ჩემი დახვრეტა უნდათ. ატყდა ერთი ამბავი, მაგრამ იქ ჩემი გვარდიელი ბიჭები იყვნენ, ამიტომაც იქით მხარეს დარჩენ. ბატონო ჯემალ, აქ რა გინდათო, მერე ელიავაც მოვიდა. მერე ელიავაც მოვიდა და სხვათა შორის ხელი გაუწოდე, მაგრამ არ ჩამომართა იმანაც მკითხა, აქ რა გინდათო, უთხარი რომ ზუგდიდში მიდიოდი და მძღოლს ღამით გზა აერია. იმ პერიოდმა სამეგრელოში ერთი ავტოინსპექტორი მოკლეს და ქობალიას ხალხს დააბრალეს. ელიავა მითხრა გზაში რომ რამე მოგივიდეს, ისევ ჩვენ დაგვაბრალებენო და შემოვლითი გზები თვითონ წამიყვანა ქობალიასთან. გზაში კარგად გვაქეიფეს, დიდი პატივი გვცეს, სულ ციკნები დაგვიკრეს და დამშეულე გასუქებულ ხართ. დიდი პატივი გცეს, სულ ციკნები დაგვილეს და შეზახოშებულები ჩავედით ზუგდიდში. ველაპარაკე ლოთის უთხარი ტექნიკა უნდა გამატანო მეთქი. მიპასუხა, მე კი გაგატარებ, მაგრამ ხალხი რომ გადაგიდგეს წინ ვერაფრით ვერ დაგეხმარებია. ამიტომ იძულებული გავხდი ზუგდიდით აღარ გამომეყვანა ტანკები. ეს ის პერიოდია, როდესაც სოჭის ხელშეკრულება გაფორმა და მძიმე ტექნიკა უნდა გაგვეყვანა, რაღა უნდა მექნა, ბარჟები ჩამოვიყვანე ფოთიდან და ზღვით გამოვიტანეთ ტანკები. თუ ასე კარგად გესმოდათ ერთმანეთის, მაშინ რა იყო მთავარი პრობლემა, რატომ ესროდით ერთმანეთს? ძალიან ბევრი მიტნასმილი ხალხი იყო ჩვენთანაც და იმათთანაც, რომლებიც შექმნილი ვითარებით სარგებლობდნენ. ქობალია გვარდიის ზუგდიდის ბატალიონის მეთაური იყო და ახლო დამოკიდებულება ჰქონდა. მეცაც ეტყვი, ქობალიამ სპეციალური საშვი გამომიწერა, რომლის საშუალებითაც უპრობლემოდ დავდიოდი ჩემი მანქანით ზუგდიდზე. აბა რატომ დავკარგეთ ეს აფხაზეთი და ერთმანეთი? ბოლოს ღალატი იყო, პოლიტიკა თამაში ეგონა და დაგვახოცინეს ერთმანეთი. შედეგად ისიც დავკარგეთ, ესეც დავკარგეთ და კიდეც რასაც დავკარგავთ, არავინ იცით ალბათ თავებსაც. ბატონო ჯემალ, თქვენ გჯერათ, რომ სამეგრელოს მოსახლეობის და გამსახურდიას მომხრეებს გაუხარდათ აფხაზეთის დაკარგვა და ძალიან აქტიურად ამუშავებენ ამ ვერსიას, მაშინაც და სამწუხაროდ დღესაც? არც ერთ ვარიანტში ამის დაჯერება მხოლოდ იდიოტს შეეძლო, მაგრამ აქ ლაპარაკი იმაზე, რომ ამ ღონისძიებამ, რასაც აფხაზეთში შესვლა ქვია, ფიასკო განიცადა და ამას ვეძახი მე ღალატს. ჩვენ რომ ერთი მიზნისთვის გავერთიანებული იყავით, არ დავკარგავდით აფხაზეთს. მეორე მხრივ სარგლობა ომის მიმდინარეობისას სწორედ თვლიდა თავის მოქმედებებს, ანუ აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ ამ ღონისძიებას ფიასკო არ განიცადა. პრინციპში მერე დაიწყო პოლიტიკური გადახრება. ვითარება გართულდა და ძნელი იყო რამის მოზომა. ტამიშთან ერთ დღეს სათაური, ტამიშთან ერთ დღეს 320 კაცი დაგვეღუპა.
10 წელი გავიდა მას შემდეგ და იქ დაღუპულების გასახსენებლად მაინც ერთი დღეც კი ვერ გამოინახა. დაღუპულების და მემორიალი სულ ახალგაზრდან გაიხსნა, ისიც ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. არა და ასეთი მემორიალები წესით ყველა ნაწილში უნდა იყოს. ეს რა არის თქვენი აზრით? ჩვენ ვიხსენებთ დაღუპულ ბიჭებს, გვარდიის სამმართველოში ყველა დაღუპულის სურათი მქონდა მემორიალზე. აფხაზეთში 1200 გვარდიელი დავკარგეთ. მარტო ერთ დღეს ამისთან 320 კაცი დაგვეღობა, სხვათა შორის დაუდევრობის გამო. უმტკივნეულად გამოატარეს ჩვენმა საგუშაგოდან მოწინააღმდეგის დესანტი, რომელიც მოულოდნელად წამოადგა ჩვენ ბიჭებს თავზე. როგორი იყო დაღუპული გვარდიელების საშუალო ასაკი? 18 წლის ბიჭებიც იბრძოდნენ და 50 წლის კაცებიც, მაგრამ ძირითადად მაინც 30 წლამდე ახალგაზრდები იყვნენ. მთელი ქართული გენოფონდი დაღუპულთა და ინვალიდთა ოჯახებისათვის სახლი ავაშენე. ჩემი მეგობრები მომეხმარენ, მაგრამ ბოლომდე ვერ მივიყვანენ. სანტექნიკა დამრჩა გასაკეთებელი. დაურეკე შევარდნაძეს და დახმარება ვთხოვე. ჩემი ფონდიდან გამოგიყოფ მილიონს. ამ დროს ფინანსთა მინისტრი იაკობიძე იყო და დაუკავშირდა და მითხრა, მისი ფონდი ცარიელიაო. მიუხედავად ამისა, გავანაწილებინები დავით თევზაძესაც მაშინ მინისტრი არ იყო, როგორც მრავალშვილიანს გამოუყავი 4 ოთახიანი ბინა. აგერ დავით თევზაძე იხილეთ ეგერ ლარსის ქუჩაზე აქვს მთელი სართული აღებული. ბატონო ჯემალ, რატო შეწუხებულ ხართ მისთვის არ ვიცი. რამდენი სახლი აქვს და რამდენი ჭაღი აქვს, მაგას ზუსტად დაარქვეს. სადაც შედიოდა და ჭაღები მოეწონებოდა, ყველგან ხსნიდა და თევზაძის ესე იგი მეტსახელი არის ლუსტრა. იმდენად წუწკი იყო ბრძოლის ველზე, შენ სახლებში ჭაღები უნდა ათვალიერო თუ რა უნდა გააკეთო. აი ამაშია მთელი უბედურება და აი ეს არის ზუსტად ის ღალატი და ის უბედურება, რომ გასაძარცვად შევიდნენ აფხაზეთის. როგორც მრავალშვილიანს გამოუყავი 4 ოთახიანი მენა, მოვიდა ჩემთან მისი მეუღლე ქალბატონი ნუნდა მთხოვა, ბევრნი ვარ და იქნებ ერთი 4 ოთახიანით კიდევ დავგიმატოთო. მივეცით დუპლექსი, ახლა გავიგეთ, გაუყიდია. უკან მაინც ჩაებარებინა ის სახლი, როგორ იკადებდა, აბა იმ ფინას ეგერ არის ლარსის ქუჩაზე გამოჭიმული, ლარსისა და იმის რა ქვია პეტრიაშვილის ქუჩის კუთხეში ააშენდა, აქსის ააშენა უზარმაზარი სასახლე და იქ მთელი სართული აქვს მას აღებული და იმის გარდა სხვაგანაც აქვს სასახლეები. თუ გნებავთ მოგართმევთ ბატონო ჯემალ მე ამ სიას მისი ბინების. უკან ის სახლი ხომ ომში დაღუპულებისა და ინვალიდების ოჯახებისათვის ავაშენოთ. ბატონო ჯემალ, როგორ ფიქრობ, დავიბრუნებთ აფხაზეთს? აფხაზეთს ვერასოდეს ვერ დავიბრუნებთ. პოსტსკრიპტუმი. დამეთანხმებით საკმაოდ სევდიანი ისტორია, ეს უკვე მისი რა ქვია ჟურნალისტის აზრია. საკმაოდ სევდიანი ისტორია, არც ომში დამარცხებულ გენერალ ჭუმბურიძის განწყობაა უფრო უკეთესი, ყველა მოითმო ხელი, მხოლოდ ისა წყალი ბიჭები წვანან მიწაში, მე კი ვზივარ და ბალახს ვუყურებო. იმ დღეს, როდესაც ჯემალ ჭუმბურიძე ომის უკვე მივიწყებული ეპიზოდებს იხსენებდა, ტალავერ შემოხვეული ახალგასხლული ვაზი ტიროდა, იმიტომ რომ ახალი სიცოცხლისთვის ემზადებოდა. იქ ენგურს იქით usახელოს საფლავებში ჩარჩენილებს, უკვე მიწას შერეულ სხეულებს, ალბათ აუტალნად ენატრებოდა თავისი სისხლისა და ხორცის თვალიდან ჩამოღვენთილი ცრემლი. აი ეს მოიტანა შევარდნაძის გარიგებამ, ელცინთან, ეს მოიტანა შევარდნაძის გარიგებამ მამა ბუშთან, ეს მოიტანა შევარდნაძის გარიგებამ ბეიკერთან, ეს მოიტანა შევარდნაძის გარიგებამ გენშერთან. ესენი ყველა დაფიქსირებულია, მე ამას არ ვიგონებ, ეს არის ის დოკუმენტური მასალა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ პრესის საშუალებით და მე ესენი უკვე წაგიკითხე და კიდევ ბევრჯერ გაგიმეორებთ ამას, რომ არ გეგონოთ, რომ მე რამეს ვაჭარბებთ. შემდეგ ის გახლავთ ძალიან გოცავთ. აბა მოვისმინოთ ახლა რისთვის მოვიდა ეს ხალხი, რისთვის იბრძოლეს და რისთვის ებრძოდნენ ზვიად გამსახურდიას. ზვიად გამსახურდია არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა საქართველოს გაძარცვას, საქართველოს დან ერთი კაპიკის გატანას. ზვიად გამსახურდია საქართველოს ისე დაატოვებინეს, რომ ერთი კაპიკი ვალი არც ერთ არავისი არ ქონია, პირიქით აქეთ ქონდათ უამრავი გაუხსნელი ენზეზე იყო დატოვებული ყველანაირი პროდუქტები, დაწყებული სამშენებლო მასალები და ყველაფრით აბსოლუტურად. ასე რომ აქ უკვე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ მათთვის ეს ენზეზე რაც იყო
ისინი დააწყვეს და გამაპატიეთ, გაიტანეს რასაკვირველი გემებით გაიტანეს ჩინეთში, თურქეთში და ჯარდში ჩააბარეს, რაც ჯარდში ჩასაბარებლად ჩაბარება შეეძლებოდა, ის კი არა თქვენ კარგად მოგეხსენებათ ტროლეიბუსების მავთულები მოხსნეს და საერთოდ დაჭეს ტროლეიბუსები, ავტობუსები, ყველაფერი და ყველაფერი დაყარეს ამ გემებზე და გადიოდა ასე საქართველოსთან ყველაფერი და ასე ღატაკდებოდა და უბედურდებოდა ქართველი საქართველოს მოსახლეობა. აბა ეხლა ვნახოთ ეს დიდი კორუფცია არის აი ასეთი სათაურით მიდის და აქ სიგუას უნდა რომ გამოვიდეს დიდი ეს პატიოსანი კაცი და მაგრამ მე მინდა დავაფიქსირო ყველაფერი თუ ეს პატიოსანი კაცი იყო და ყველაფერს ხედავდა შევარდნაძე რისი გამკეთებელიც იყო და იმ ასაკში არ იყო შევარდნაძე არცოდნოდა ვინ იყო და რა იმიტომ რომ იგი გახდათ მეტალურგიის ინსტიტუტის პარტკომი და სუკის თანამშრომელი და მას არ შეეშლებოდა და არ შეშლია ვინც იყო შევარდნაძე და რაც იყო თავარი იყო რომ იგი გარიგებაში იყო შევარდნაძესთანაც იგი გარიგებაში იყო იმ ბოროტ ძალებთან რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობა არ სურდათ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ სურდათ და ამიტომ ჩაუდგა სათავეში იმ პუტს, რომელსაც შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, მაგრამ საქართველოში ახორციელებდნენ შევარდნაძის ხალხი აი ამათი მეთაურობით. როცა აფხაზეთში გენოფონდი ნადგურდებოდა, თბილისის მაფიოზები ითრევდნენ. ასეთი სათაურია. სააქციო საზოგადოება თბილისის სიტის დაფუძნება და მისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი უძრავი ქონების გადაცემა მოქმედის კანონმდებლობის სერიოზული დარღვევებით განხორციელდა, რაც წარმოადგენს თბილისის სიტი, როგორია მისი პრეისტორია, ვინ არიან დამფუძნებელი და საერთოდ რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჟი და მithვა მოთვა მის ირგვლივ, როგორ შეიქმნა თბილისის სიტი. ნახოთ. ამ საქმემ დასაბამი 1993 წლის გაზაფხულზე დაიღო. მოგეხსენებათ, მაშინ აფხაზეთის გაგანია ომი იყო, ალბათ უმჯობესი იქნებოდა ხელისუფლებას ყველა სახელმწიფო სტრუქტურას ომის წარმატებაზე უფრო მეტი ესრუნა, ვიდრე მსგავსი ინიციატივების რეალიზებაზე. 1993 წლის 23 აპრილს ჩატარდა სახელმწიფო მეთაურის თათბირი, ქალაქი თბილისი ბრჭყალები გახსნილა, ქალაქ თბილისის საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიგი გადაუდებელი პრობლემების შესახებ. მასზე ერთ-ერთ საკითხად განიხილეს და მოიწონეს რუსთაველის პროსპექტისა და მასთან მიმდებარე ტერიტორიების აღდგენა რეკონსტრუქციის მიზნით მერიის მიერ შემუშავებული ბიზნეს პროგრამა სააქციო საზოგადოების შექმნის თაობაზე. შესაბამის ოქში კითხულობთ, ბრჭყალები გახსნილია. ამასთან აქციების საკონტროლო პაკეტი უნდა იყოს თბილისის მერიის საკუთრებაში, რატო უზრუნველყოფილი იქნა ამ საქმეში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება. ბრჭყალები დახურლია, ბრჭყალები გახსნილია ისევ. დაევალოს რესპუბლიკის მთავრობას ბრჭყალებში. ასე იგი თენგის სიგვა ექსპერტებთან ერთად განიხილოს აღნიშნულ სააქციო საზოგადოების დაკანონების საკითხი დადგენილი წესის მიხედვით. აი ზუსტად დადგენილი წესით ჩაიდეს ჯიბეში ფულები. 5 ივნისს მერიის საქალაქო კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო თბილისის სიტი, რომელშიც თბილისის მერიის ნაწილი განისაზღვრებოდა და საზოგადოებისთვის უძრავი ქონების გატაცებით და გასაშენებელი ან სხვა ტერიტორიების 20 წლიანი სარგებლობის უფლების მინიჭებით. ამ ქონებისა და მიწის ნაკვეთებში შევიდა სასტუმრო თბილისი, რუსთაველის გამზირი ნომერი 13, შენობა სასტუმრო თბილისისა და რუსთაველის თეატრს შორის, რუსთაველის პროსპექტი ნომერი 15, მხატვრის სახლი, რუსთაველის პროსპექტი ნომერი 7, დანგრეული ტერიტორია, თავისუფლების მოედანი ნომერი 4, 6, ლეონიძის ქუჩა ნომერი 1, რესტორანი მთაწმინდა 4500 კვადრატული მეტრი მიწის ფართობით, რესტორანი ბერიკონი სანაპირო, მარჯანიშვილის მოედნიდან უნივერმაღამდე განაშენიანება 10000 კვადრატული მეტრისა და ინჟინრშენის ლაბორატორიის დაუმთავრებელი შენობა გოთუას ქუჩაზე. თბილისის სიტის რეგისტრაცია 5 აგვისტოს გაიარა, სიტიმ რეგისტრაცია 5 აგვისტოს გაიარა და 31 ორგანიზაციამ დააფუძნა და აქედან ერთ-ერთი თბილისის მერია იყო. ამასთან
საკითხთან დაკავშირებით სარევიზიო კომისიის ექსპერტი ირაკლი ღვალაძე სამართლიანად შენიშნავს საზოგადოების დამფუძნებელ ფორმებს შორის ზოგიერთებს საერთო იურიდიული მისამართები და უფრო მეტიც საერთო საკონტაქტო ტელეფონები აქვთ, რაც მათ საერთო მესაკუთრეობაზე მიუთითებს. ასეთები შეიძლება ხუთ ჯგუფად წარმოვადგენოთ. პირველ რიგში შედიან კავკასიის კონცერნი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ყოფილი ვიცე-პრემიერი ამირან ქადაგიშვილი, კავკასიის ბანკი, სადაზღვევო კომპანია BC, კონცერნი ამირანი, საქართველოს საინვესტიციო კორპორაცია. მეორე ჯგუფი ასე გამოიყურებოდა: კომერციული ბანკი, გულანი, სადაზღვევო კომპანია გულანი ჭალებში და კიდე სადაზღვევო კომპანია გურამ ახრახაძე. ეს გურამ ახრახაძე გახლავთ იმის, რა ქვენ, ეს უკვე აქ იმის ხელი არის, პატიაშვილის ხელი არის, გურამ ახრახაძე გახლავთ პატიაშვილის უახლოესი ნათესავი. შემდეგ იურიდიული კომპანია მეგაპოლისი, გაზეთი გულანი მესამე, შპს ივერია, დირექტორი ნუგზარ შევარდნაძე, შპს აკერი მეოთხე, ესე იგი ესეც ნუგზარ შევარდნაძისა. მეოთხე კორპორაცია არაგი, პრეზიდენტი თბილისის მერის ყოფილი მოადგილი, მუნიციპალიტეტის ყოფილი პრემიერი კონსტანტინე კაპანაძე, ამ გვარზე სრულად ყურადღება გაამახვილოთ. არაგი ბროკერი, ასევე სააქციო საზოგადოება არაგი და მეხუთეა ვესტა და დიავესტა, ესეც ამას სააქციო საზოგადოების და ეს კაცი, ეს კაპანაძე არის და ამათი ყველა შეფი არის შევარდნაძე და შევარდნაძე მასე გადაუნაწილა თავის ხალხს ეს ქონება. სააქციო საზოგადოების კაპიტალი დაფუძნების მომენტებისათვის შეადგენდა 15 მილიარდ მანეთს. აქედან მერიის წილი 5 მილიარდ მანეთს 33%, ანუ დაირღვა თბილისის სიტის დაფუძნების ძირითადი პირობა, რომ მერიას აქციათა საკონტროლო პაკეტი უნდა ჰქონოდა. აქციათა პაკეტის ცნება გულისხმობს აქციათა იმ რაოდენობის ფლობას, რაც აუცილებელია აქციონერთა კრებაზე გადაწყვეტილების მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ საწესდებო კაპიტალი 15 მილიარდი მანეთით განისაზღვრა, მისი შევსება დამფუძნებელთა მიერ ძირითადად კუპონებში განხორციელდა. სულ კუპონებით შეტანილი 4 მილიარდ 250 მილიონი კუპონი, რაც ეროვნული ვალუტის ლარის შემოსვლის დოისათვის 4250 ლარის ეკვივალენტურია. გესმით რა, კაპიკებში ჩააგეს. ფაქტობრივად არაფერი, რა ქაღალდები ჩააბარეს და დახატული ქაღალდებით დაიღეს ეს ამოდენა შენობები კი არ მთელი საქართველო. ამაზე ჩვენ გვექნება საუბარი. რაკი საწესდებო კაპიტალის შეტანა ხდებოდა კავკასიის ბანკში, რომელიც გაკოტრებულია ღვალაძის საზით, ამ თანხების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგულია. ყოველივე ამას ხელმძღვანელობდა რასაკვირველია, თქვენ კარგად იცით, რომ სიგუა რადგან აქ დანიშნეს, უკვე მაკონტროლებელი ეს იყო, მაგრამ ფულს სიგუაც იყო და შევარდნაძეც იყო და ხო ხედავთ, ნუგზარ შევარდნაძე იქ მაინც დანიშნეს იმათ, რომ შეაგდეს, შეიტანეს უпростоრად რის დანიშნაზე იყო ადგილი საუბარი ინიშნებიან პატიოსან სახელმწიფოებში და წესიერი სახელმწიფო, რომელიც მშენებლობას აწარმოებს და აღმშენებლობას აწარმოებს და აქ რაზეა საუბარი. სიგუა შევარდნაძის მთავრობის ზურგს უკან ქმედებაში ადანაშაულებს. აბა ნახოთ ახლა, იმიტომ რომ ფული ვერ გაიყოს. როგორც უკვე აღნიშნეთ, 93 წლის 23 აპრილს სახელმწიფო მეთაურთა ჭყალებში გამართული თათბირის ოფში წერია, რომ რესპუბლიკის მთავრობას დაევალა ექსპერტებთან ერთად განეხილა სააქციო საზოგადოების დაკანონების საკითხი. დადგენილი წესის მიხედვით უცნაურია, მაგრამ იმჟამინდელი პრემიერის ჭყალებში სიგუას თქმით, მან ამის თაობაზე არაფერი იცის. საზოგადოების შესახებ მასალები მთავრობაში არ შესულა და ყველაფერი გაკეთა მთავრობის ზურგს უკან. კონსტანტინე კაპანაძის ინიციატივით. კონსტანტინე კაპანაძე არის ყველაზე ძალიან დაახლოებული პირი იყო შევარდნაძესთან, რომელიც შევარდნაძესთან ერთად მოსკოვშიც იყო და მოსკოვიდან ესო ერთად მოძრაობდნენ ესენი. რომელიც შევარდნაძის მარჯვენა ხელი იყო. იგი ჯერ შევარდნაძის დროს ცეკაში განყოფილების გამგედ მუშაობდა. მერე ერთ პერიოდში მოსკოვში მოღვაწეობდა, როდესაც შევარდნაძე საქართველოში ჩამოვიდა. კაპანაძეს ჩამოიყვანა და თბილისის მერის მოადგილე დანიშნა. ეხლა რო არ ეყვირა ძალიან იმას თანამდებობას, მოადგილე იგივე როლს ასრულებდა, უარეს კიდე დააქციეს ქვეყანა. დღეს კაპანაძე ძებნაშია. ვინ ეძებს? შევარდნაძე ეძებს. ვინ ეძებს? არავინ არ ეძებს. ტყუილია ეს. სიგუა აცხადებს, რომ მან შევარდნაძეს რამოდენიმეჯერ უთხრა უარი ამირან ქადაგიშვილის ვიცე-პრემიერად დანიშნაზე. იქ არის კავკასიის ბირჟის ვინც იყო ხელმძღვანელი, ვინც იყო
მაგრამ სიგუას გადადგომიდან 20 დღის შემდეგ შევარდნაძემ ქადაგიშვილი მაინც დანიშნა არა და სიგუამ კარგად იცოდა რომ ეს კაცი კავკასიის ბირჟის თავმჯდომარე იყო და ბნელ საქმეებს აკეთებდა დღეს ქადაგიშვილი ისე როგორც კაბანაძე იძებნება საერთოდ არ არის ქადაგიშვილის ძებნაში ქადაგიშვილი იმყოფება რუსთავის კოლონიაში ასე რომ იგი დაპატიმრებული არის კანონიერი საზოგადოებები თუ უკანონო გასხვისებები 96 წელს ხო მაპატიეთ აქ არის ძალიან ბევრი ისინი თანხები ჩამოთვლილი და მე არ მინდა რომ აქ ძალიან თბილისის სიტთან დაკავშირებით გივი ხომერიკი კონსტანტინე კაპანაძე გურამ ახახაძე რესან კონცელიძე და სხვები ეს იურიდიულ პირებად ითვლებოდა და ასენი ამათ გაქონდათ დიდი თანხები ასევე ესე იგი კატეგორიული ტონის და მიუხედავად დადგენილებას არაფერი შედეგი არ მოყოლი სამაის გამართულ დამფუძნებელ კრებაზე სააქციო საზოგადოებას ჩაიწერა საზოგადოებას სყავდა პრეზიდენტი სააქციო საზოგადოებას თბილისის მერი ეს ვანო ზოდელავა ესე იგი კრებაზე გადაწდა მერის ვანო ზოდელავა და ან კიდევ ის აქვენ ვინ იყო მანამდე იყო ეგრეთ წოდებული ოთარ ლითანიშვილი იყო ასევე იყო ლეკიშვილი და ვის პერიოდზე არის ლაპარაკი ეს აი ლეკიშვილი აი ლეკიშვილი ზუსტად კი აგერ არის ლეკიშვილი აგერ ლეკიშვილი იყო მაშინ და ლეკიშვილმა გადაანაწილა მთელი თბილისი როგორც აწყობდა ისე და დღესაც ასე ლეკიშვილი სადაც აიკითხავთ ნიბა და კიდევ ნიკო ლეკიშვილი ესე იგი ნიკო და ბა ეს ბაკურ ეს იყო რა ქვიან რომელიც ვითომ პატიმრობაში არის აყვანილი მასთან ერთად დეველოპერულ კომპანიაში ჩართო იმის შესანიღება და სინამდვილეში ყველაფერი ფაქტობრივად აი ამისი არის რა ქვენ ლეკიშვილის და ჯერჯერობით ზის რა გინდათ ესე იგი არის ძვრის ადგილიდან მილიარდერია და სევარდნაძესთან მიაქვს რაც მისატანია კრებაზე გადაწდა მერის შენობაში ბათის უსასყიდლოდ გამოყოფა თბილისის სიტის ოფისის მოსაწყობა და ამ ოქსფორდთან ერთად ხელს აწერს ისევ ლეკიშვილი ამავე კრებაზე იმსჯელოს 23 მარტის დადგენილების გაუქმების მიზან შეუწონილობაზე, ხოლო მუნიციპალიტეტის კაბინეტში 21 სექტემბერზე ძალა დაკარგულად გამოსცადა 21 მარტის თვის მიერვე მიღებული დადგენილება. ეს პირიქით აწყობდათ მათ გააუქმეს ეს და უკეთესი ვის მიიღეს ფორმა. აი ეხლა ნახავთ თქვენო 96 წლის 28 ივნისს მუნიციპალიტეტის დადგენილებით თბილისის სიტით დაუდასტურდა საარბიუკენის მოედანი, მთაწმინდის არც ვიცი სად არის ეს საარბიუკენის მოედანი, მაპატიე თბილისში გაზრდილი და დაბადებული ვარ და დღემდე არ ვიცი სად არის ეს. მთაწმინდის ზედა პლატოს სადგურის შენობის კონტურის შემოფარგლული მიწის ნაკვეთები 30 აგვისტოს კი სააქციო საზოგადოება მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად გაიარა რეგისტრაცია, ახლა უკვე ფორმას იწვევენ 19 ფიზიკური პირი და იურიდიული პირია დაფუძნებული და მათ შორის არიან ეს რესან კონცელიძე არის იგივე კაპანაძეები და სულ ყველა ვინც იყვნენ აქ მოხსენებული აქ არიან აღარ გავმეორდები და შემდგომ უკვე ფორმდება ახალი რეკომენდაციები და ცვლილებების შეტანით კიდევ ახალი ხელშეკრულება ფორმდება თბილისის სიტთან დაკავშირებით, სადაც უკვე მერია ისაკუთებს 7.1%-ს დანარჩენი კიდევ 50% და 50.1% შევარდნაძე მიისაკუთარ რასაკვირველია, რომელსაც არ ამხელენ და თავისთავად სადია. შემდეგ არის რომ თავიანთი წილის ესე იგი 5% საზოგადოება ოტელ თბილისმა აიღო და ამავე დროს მერის მიერ შეტანილი უძრავი ქონება გასხვისდა და მერია მამქონების მართვის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. ვიზე გასხვისდა ესენი ყველაფერი აქ არის მითითებული უკვე აქ ერთვება თითქოს უცხოელები, მაგრამ უცხოელები ძირითადად მაინც არ არიან. 40%-ის ფლობელი არის ქართული მხარე და ამერიკელები შემოყავთ თვითონ და ამერიკელები ფლობენ 60%-ს. და ხორციელდება უკვე საქართველოს ტერიტორიების მთლიანი აღება. და აქ არის მთლიანად ესე იგი ოტელ თბილისის, რუსთაველის სამეტრში მდებარე სასტუმრო თბილისის საკუთრებაში მოპოვება, ასევე აწესებო კაპიტალში გათვალისწინებული მიწის ფართობის 99 წლიანი
იჯარები. შემდეგ არის უკვე თავისუფლების მოედნის 4 ნომერი, 7 ნომერი რუსთაველისა, ასევე გოთუას 7 ნომერი, დაუმთავრებელი 6 სართულიანი შენობები, ასევე 99 წლიანი მიწის უფასო სარგებლობით უფლება, მთაწმინდის პლატო და მთელი რიგი ისინი მთაწმინდის პლატო, ყველა ზემოხსენებული მიწის ნაკვეთი გარდა მთაწმინდის პლატოს კომპანიის მიერაა გამოსყიდული, ამჟამად კერძო საკუთრებას წარმოადგენს. ესე იგი, ვითომ ყიდულობდნენ და მე ყიდიდნენ და მე უკან გამოსყიდვას ეწეოდნენ და აი ამით გახდნენ ესე მილიარდერები და ვითომ ამას ვერ ხედავდა. ამით ხდებოდა მილიარდერი როგორც შევარდნაძე, ისე მისი ვინც იარაღის ძალით დაამხო კანონიერი ხელისუფლება. აი რატომ დაამხეს კანონიერი ხელისუფლება, რომ ზვიად გამსახურდია ამას არასოდეს არ დაუშვებდა. როგორ შეიძლებოდა? კი ბატონო, ეს ინვესტორების შემოყვანა ერთია, მაგრამ გასხვისება ეს. შემდეგ ვითომ ასხვისებ და მე უკან იბრუნებ ამას, იმას აუქმებ იმ დეკლარაციას, რასაც ღებულობ და მე ისე უკან იბრუნებ ამას შენ საკუთრებაში. ეს ხომ ეს ახასიათებს ყაჩაღებს, ბანდიტებს და ჯიბკირებს. შემდეგ მოხდა ესე იგი რა მე ვამოკლებ და ისეთი ამონარიდებს გიკეთებთ. 93 წელს როდესაც თბილისის სიტი დაფუძნდა და მის საწესებო კაპიტალში სხვა ქონებასთან ერთად მთაწმინდის პლატოზე მდებარე რესტორანი მთაწმინდის შენობა შედიოდა. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება არსებობს, რომ შემდეგ ამის ვინ დაეპატრონებოდა აქ, ვისი გახდებოდა თავად რესტორანი და ეს კოლექტივმა მიიჩნია აბსოლუტურად მიუღებლად, რომ ვინ ეკითხებოდა უკვე კოლექტივს სასამართლოს მიმართეს, მაგრამ აქ უკვე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს. ასევე მთაწმინდის პარკის გენერალური დირექტორი თეიმურაზ კიკნაძე ირწმუნება, რომ თბილისის სიტის დაფუძნებაში მაღალი ეშელონების თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ და ბუნებრივია სასამართლოდ მან დაუჭირა მხარი და ამ საქმით თბილისის მერიის ყოფილი დაინტერესებული პირი, ასევე ბატონ ზოდელავაც უკვე ჩართული არის. მთაწმინდის პარკის ჩაძირვა განიზრახა, ამიტომ იმის მიუხედავად, რომ უკვე მაისის ნახევარიც გავიდა, პარკისთვის ერთი თეთრიც არავის არ მიუციათ. ყვავილების დასარგავათაც კი აქვე არის მოყვანილი, ესე იგი ის რა ქვენ მთაწმინდის პარკი, რესტორანი მთაწმინდა, მხატვართა კავშირი, თბილისის სასტუმროს თანამშრომლების, თბილისის გვერდით მცხოვრები მოქალაქენი, თავისუფლების მოედნის გვერდით მცხოვრები მოქალაქენი, არქიტექტორი გეგეშიძე გახლდათ, რომელიც ამ მოედნის განაშენიანების ექსკლუზიური უფლება წაართვეს, მაგრამ წაართვეს იმის გამო, რომ არ ჭირდებოდა და ესე იგი შეტანილი იქნა სარჩელი და ამ სარჩელის საფუძველზე არქიტექტორი ტუისო, ესე იგი კიკნაძე მოსარჩელი მტყუანიაო და აი ასეთი დასკვნა გამოუტანეს, ასე რომ მთლიანად დაფუძნებული იყო და ეს ესე იგი ამ და სხვა მასალების გაცნობისას კიდევ ერთხელ წმუნდებით, რომ თბილისის სიტის დაფუძნება და შემდგომ ამ უკანასკნელის მიერ თბილისის უძრავი ქონების კომპანიის მთაწმინდის პლატოსა და თბილისის ჰოტელის საწესდებო კაპიტალში სახელმწიფო ქონების შეტანა განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით. თბილისის ქონების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ფაქტობრივად უსასყიდლოდ აღმოჩნდა მოქალაქეთა მცირე ჯგუფის ხელში რაოდენ სამწუხაროა, რომ ყოველივე ამას საფუძველი დაედო აფხაზეთის ომის დროს, როცა იქ ქართველის გენოფონდი ნადგურდებოდა, ხოლო თბილისს კი მაფიოზები ითრევდნენ. ეს მაფიოზი კი მთავარი მაფიოზი გახლდათ შევარდნაძე, ეს გახლავთ აი ჟურნალი გითხარით გეორგია. მე ამჯერად ამაზე დავასრულებ ჩემს გამოსვლას, გემშვიდობებით, გავაგრძელებთ ჩვენს შემდგომ გადაცემას მომავალში. შეხვედრამდე კარგად გრძანდებოდეთ.